მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის პირველი სხდომა საქართველოში. ევროპარლამენტარები დღეს ქვეყნის პირველ პირსა და საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რა საკითხებით დაინტერესდნენ ევროპარლამენტარები და რას ისახავს მიზნად ასამბლეის კომიტეტის პირველი სხდომა, ამას თამთა ჯანაძე გვეტყვის. საკონსტიტუციო ცვლილებების საბიუჯეტო პრიორიტეტები და კითხვები 8 თებერვლის ინციდენტთან დაკავშირებით ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელზეც ევროპარლამენტარებმა ქართულ დეპუტატებთან შეხვედრისას ისაუბრეს. ისინი უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფებიან და დილიდან შეხვედრებს მართავენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებთან. ევროპარლამენტარებს ასევე აინტერესებდათ გაერკვიათ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად მოხდა თუ არა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვალებადობა, თუმცა მათ საპარლამენტო უმრავლესობისგან მიიღეს გარანტიები, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სვლას კვლავ გააგრძელებს. მე აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს ევრონესტის სხდომა საქართველოში პირველად ტარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ვილნიუსის სამიტზე, როდესაც გადაწყდება საქართველოს ასოცირებული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი, ჩვენ ქვეყანა ვიყოთ მზად. მე სტუმრებს მოვახსენე, რომ ხელისუფლების შეცვლამ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ შეუქმნა ამ პროცესს, პირიქით დადებითი გავლენა იქონია, იმიტომ რომ ევროპელმა მეგობრებმა დაინახეს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლა შესაძლებელია, ისე რომ არ შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი. საპარლამენტო უმრავლესობას ქვეყნის პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობაც. დავით ბაქრაძის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული დელეგაციის სტუმრობა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ბაქრაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. საქართველოსაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტთან ურთიერთობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და სწორედ ამითია ეს დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი. ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შეკითხვა და შეშფოთება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ცალკეული პროცესები საქართველოში. ევროპარლამენტარები დღეს საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდნენ, რა ძირითად საკითხებზე ისაუბრეს მათ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და რასთან დაკავშირებით ისაუბრეს სტუმრებმა ასევე შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. ამას ჩვენ 9 საათიან გამოშვებაში ნახავთ. მადლობა თამთა, პირდაპირ ეთერში თამთა ჯანაძე საუბრობდა.